დღეს თქვენთვის ნამდვილი დრამა გვაქვს. მე პირადად მჯერა რომ კაცებმა პატივი უნდა სცენ თავიანთ ქალებს და ქალებმა პატივი უნდა სცენ თავიანთ კაცებს. მარტივია, ადვილია. თუ აპირებ ვინმეს ცოლად ან ქმნად არჩევას, უნდა გაიგო რომ ეს შენი ცხოვრების პარტნიორია და ყველაფერი უნდა გააკეთო რომ მისი ფირსება ონლაინ დაიცვა. თუმცა აღმოჩნდა რომ ზოგი ქალი ასე არ ფიქრობს. და ეხა ამას მაირონ გეინსი თავის სასარგებლოდ იყენებს. მაირონ გეინსი დიახ, დღეს მასზე ვისაუბრებთ. ამ ბიჭს, იმ საზიზღარ Fresh and Fits მიაწერენ სტენდაპ კომიკოს აკაშ სინქის კორეელ ცოლთან ქორწინების განადგურებას, როცა მან გამოაქვეყნა მამხილებელი ვიდეოკრებული, სადაც მისი ცოლი არ სცემს პატივს მათ ქორწინებას, მას შემდეგ რაც აკაშმა უეცრად შეუტია მაირონს და Fresh X-ზე. მაირონის პოსტს ამჟამად 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ეს რიცხვი იზრდება. ეს არის ის კომიკოსი, ის ცნობილია და საუბრობდა იმაზე, რომ Fresh and Fit-ი არ მოსწონს. ამიტომ მაირონმა ბაუშური საქციელით გადაწყვიტა ამ ბიჭის ცოლზე კომპილაცია გაეკეთებინა. უნდა ვთქვა, რომ მაირონის საქციელი არ მომწონს, მაგრამ არც ამ გოგოს საქციელი მომწონს. ფიქრობ, ისინი საერთოდ არ არის მისაღები. მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ, და მგონია, რომ დამეთანხმებით. დიახ, ეს მე ვარ. ალაჩენ. საინტერესოა, როგორ მოვხდი. ამ სიტუაციაში. რაც ბანალურად მეჩვენება ისაა, რომ ჩემი გემოვნება არ შეესაბამება ჩემს ქალებს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ ვხვდები ჩემს ქალებს, წერტილი, რაც ჩემთვის ყველაზე ბანალური ადამიანია კრიმინალის შემდეგ, წერტილი. აკაში მხოლოდ ბრაუნ ქალებს ხდება. აკაში მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ გოგოსთან იყო, რომელიც მისი ცოლია. ეს ჩემი ცოლია. ესე იგი, ეს არის ერთულება ბოლომდე. ზოგჯერ ისეთი მტკივნეული ნოსტალგია მაქვს კოლეჯის მიმართ. მაშინ სექსით ვერთობოდი და საუკეთესო ცხოვრებას ცხოვრობდი ამ თეთრკანიან ბიჭების ფრათ-ჰაუსებში. აქტიურად ვცდილობ ორგია მოვაწყო, იმიტომ რომ ნავი ჯერ არ გინახავს, მაგრამ დაიცადე რაცა ნახავ. მისი სხეული გაგაგიჟებს. მისი სახე ყოველთვის ფრთხინავს, არასდროს ცდება. ცოტა უცნაურია, რადგან შენს ქმარზე ვლაპარაკობ. უბრალოდ ვიცი, რომ ნავის პენისი მინიმუმ 10 ინჩია. განდი, ორი ანალური ისტორია მაქვს. ერთხელ ტინდერზე ერთი ბიჭი გავიცანი და სულელური შეცდომა დაუშვი, რომ დაუშვი მას ჩემთან დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ მინდოდა სექსი. და დილით რომ გავიღვინძე, ანუ სიცოტა მткиოდა. ღმერთო ჩემო. და მახსოვს და ის მეკითხება, რა ტიპის პორნოს უყურებ, როცა ვიბრატორს იყენებ? კარგი, არ მოვიტყვები, ვიბრატორის გამოყენებისას პორნოს არ ვუყურებ. რა? უბრალოდ გონია, რომ ჩემთვის, ჩემი ფანტაზია სრულიად საკმარისია. რა? უბრალოდ ჩემს ქმარზე ვფიქრობ, როცა ამას ვაკეთებ. იცოდე, ეგ რაღაც მაგარია, მაგრამ მე ამას ვერასდროს გავაკეთებდი. ბიჭო. და ასე რომ ხმარო გიკითხავს, რას აკეთებ, როცა შენ და შენს ქმარს ფინანსები ცალ-ცალკე გაქვთ. და ეხლა ძალიან გულწრფელი ვიქნები. არ ვაკეთებ. პირველ რიგში ეს სერიოზული საგანგაშო ნიშანია. არ ხუმრობ, მიყვარხართ გოგოებო. თუ გინდათ მუშაობა, მე მხარს გიჭერთ, რაც არ უნდა იყოს. მაგრამ ნებისმიერი კაცი, რომელსაც არ უნდა საერთო საბანკო ანგარიში, ან არ არის გამჭვირვალე თავის ანგარიშებთან დაკავშირებით, ან აქვს ცალკე ანგარიშები, ეს სერიოზული საგანგაშო ნიშანია. ეს ორმხრივი არ არის. ეს ცალმხრივია. მისი ფული ჩვენი ფულია და ჩემი ფული ჩემი ფულია. და ნახეთ, მხოლოდ $600 მაქვს დამამუშავებული კონტენტის შექმნით. ვაუ. მე წინაპასუხს ვუპასუხ ემოციურად. მაგრამ ეს ჩემი ფულია, კარგი? კარგი, არ ვიცი თუ უყურე Boys, მაგრამ მე ძალიან მეყვარს ის Boys-ში. ის სერიალი არასდროს მინახავს, მაგრამ ის იმ სიაშია, ვისთანაც გამონაკლის დაუშვებდი. კი, Chase Crawfordi, Jacob Elordi, Austin Butler და კიდევ ვინ? იციათო ფიქრობ, რომ კარგი ქორწინება მაქვს. მგონია, იმიტომ რომ ჩემი ქმარი არასდროს არის აქ. კარგი, ბევრი კომენტარი მივიღე, რომ ჩემს ქმარს პოპულარობისთვის ვიყენებ. და კი, ზუსტად ეგ არის. ტყუილი არაფერი მithქვამს. ვიყენებ იმ ხარდაჭერას, რაც მაქვს. ეს რაღაცნაირად ნეპოტიზმს გავს, მაგრამ ჩემი ქმრის მეშვეობით. ანუ, მეუღლის ნეპოტიზმი. რა არის ამაში ცუდი? მართლა გაუგნებული ვარ. და ძალიან ბევრი რამ სჭირდება იმას, რომ მე სიტყვები არ მეყოს, როგორც ალბათ ყველამ შენიშნეთ. მაგრამ იშვიათად მინახავს ესეთი დონის უპატივცემულობა ქალის მხრიდან მამაკაცის მიმართ. მაგალითად, იშვიათად. ეს იყო იმდენად დაუჯერებლად ყოველგვარ ზღვარს გადასული. მისი უპატივცემულო, მიუღებელი, საზიზღარი ქცევა. და ცოტა გულისრევას გვცნობ.
არა იმიტომ, რომ გონია, რომ ზედმეტად ბევრი ვიცი მათი პირადი ცხოვრებიდანაც საერთოდ არ გვეხება, არამედ იმიტომ, რომ ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ იგრძნობდა ქმარი, როცა ცოლის ასეთ საუბარს ინტერნეტში მოისმენდა. ეხლა ვფიქრობ, მაირონ გეინსი ნამდვილი ნაგაგავია, რომ ესეთი რამ გააკეთა, ეს აზიზღრობაა, ეს გულისამრევია, ის საშინელი ადამიანია. მაგრამ მოდი ცოტა ხნით დავივიწყოთ ის, რადგან აქ თავარი ის არ არის. ფიქრობ, ქალი, რომელიც კაცს ასე ექცევა, პირდაპირ ყველაზე დაბალი დონის ადამიანია. ის აგზის და უზიარებს იმას, რომ არასდროს არავისთან უძინია და ის კი ყველას შესახებ ლაპარაკობს. თქვენ ყველა მიცით, რომ არ მიყვარს კანისტვის პროდუქტების გამოყენება, რადგან არ მინდა თავი წებოვნათ ან დახშულად ვიქცნო, უბრალოდ სისუფთავა მინდა და ვიცი, რომ სახის რუტინის არ ქონა თითქმის დანაშაულს უდრის. მაგრამ ეხლა როცა OneSkin ვიპოვე, შეიძლება უნდა ვაღიარო, რომ მთელი ეს დრო ვწდებოდი. ხო ხედავთ, ჯერ არ ვარ ასაკში, მაგრამ ბოლო დროს კანის ცვლილებებს ვამჩნევ. დომომაც გადაწყვიტა, რომ დაბერების დროა და ეს ძალიან უხეშია. მაგრამ ბევრი მეგობრის დაკოლიების შემდეგ გადავწყვიტა მეცადა. და კი, ეხლა უკვე შეცვლილი ქალი ვარ. მე არ უწევ რეკლამას იმას, რასაც არ ვენდობი. თქვენ ყველა მიცით ეს ამბავი, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ. რას ფიქრობთ? და ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. OneSkin-ს აქვს 10,000-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი შეფასება და ეხლა ისინი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების ლიდერები არიან. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ განსხვავებით იმისგან, რასაც ინტერნეტი გჯერებინებთ, უკეთესი კანისთვის ნამდვილად არ გჭირდებათ რთული რუტინა. მეტი ვიდრე 10 წლიანი ხანძრიობის კვლევის შედეგად შექმნილი OneSkin OS-1 პეპტიდი დამტკიცებულია, რომ მიზანმიმართულად ებრძვის ასაკის ხილულ ნიშნებს და გეხმარებათ, რომ ყველაზე ჯანსაღი კანი გქონდეთ ეხლა და ასაკთან ერთადაც. შეზღუდული დროით სცადეთ OneSkin 15%-იანი ფასდებლებით გამოიყენეთ კოდი MEIRA-K საიტზე oneskin.co/meira-k. ეს არის 15%-იანი ფასდებლება oneskin.co კოდით MEIRA-K. შეძენის შემდეგ კითხავენ, საიდან გაიგეთ მათ შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას და უთხარით, რომ ჩვენ გამოგზავნეთ. ნეტაპ შემეძლოს მე თქვა, ეს კომპილაცია ყველაზე ცუდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ მეტი გვაქვს. მართლა კიდე მეტი გვაქვს. უსახკარო ადამიანებს, მაგრამ იცით, როცა მეტროში შედიხართ და იქ უსახკარო ადამიანის ძინავს და ყველა უნდა გადავიდეს იმ ვაგონიდან, ხო, ჩემს ქმარს ასეთი სუნი აქვს. ღმერთო, იმედი მაქვს არ დაბრაზდება. რაღაცას გეტყვი. ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვეთყოდი, უნდა წახვიდე. უპატივცემულობა მხოლოდ გაუარესდება. და არც ერთი ქალი არ მოისურვებს კაცთან დაძინებას, თუ იმ კაცს პატივს არ სცემს. ეს რთული საკითხია, კაცო. რთულია, როცა ამ ხალხს იცნობ. ხო, აკაში, გთხოვ დამირეკე, მე დავეხმარე ისეთ ხალხსაც, ვინც არ მომწონს. კითხე იანის. კითხე შანის, ხე შენს მეგობარ იანის. Chris Stephanos Geekhead. გულისხმობ, არ ვაპირებ მას არ დავეთანხმო. მართლა არ ვიცი რა უნდა თქვა, როცა ვიღაცა ასე საუბრობს თავის ქმარზე ონლაინში. და წარმოიდგინე კიდე უფრო უარესდება. არ დაადანაშაულოთ ყავისფერკანიანი გოგონები თეთრ კაცებთან წასვლაში. დაადანაშაულეთ საკუთარი თავი და თქვენი მეგობრები, რომ ცუდი ვარიანტები ხართ. ეხლა სანამ იტყვით, მოიცადე ჯასტინი, ყველა ყავისფერკანიანი კაცი ცუდი არ არის. კარგი, იყოს ასე. სამართლიანია. ეს შენ არ გეხება, მაგრამ ეს სამი თითქმის უთხოვარი გზაა, რომ გაიგო, ცუდი ხარ თუ არა. პირველი. თუ მუდმივად დედას აყენებ შენს გოგონაზე წინ, ეს აშკარა ნიშანია. მეორე. თუ ფიქრობ, რომ ის წუტუნებს, გაღიზიანებს ან ზედმეტად გეკრობა, როცა სინამდვილეში უბრალოდ მისი გრძნობების აღიარება უნდა და შეიძლება ცოტა ხარისხიანი დრო სჭირდება, ის აგზის და კრიტიკას უტარებს ბრაუნ ბიჭებს, როცა თვითონ ყავისფერ ბიჭზეა დაქორწინებული. ის აგზის და ბრაუნ ბიჭებს აკრიტიკებს, ამბობს, რომ გოგოებს აშკარა თეთრი ბიჭები უნდათ და თვითონ კი დაქორწინებულია. აკაში, შენ ამას არ იმსახურებ. არ ვიცია თქვა, მაგრამ ნამდვილად არ იმსახურებ ამას. მე მეგონა, რომ იყო ესეთი დამოკიდებულება. ჩემს ქალებს არ ხვდები წერტილი. რაც ჩემი აზრით კრიმინალის გარდა ყველაზე უღიმღამო რამეა. წერტილი. ეს შენი ფესვებია. ეს ქალები შენს ფესვებში აისახება. აი აკაში უკიდურესობა. მაგალითად, აკაში მხოლოდ ბრაუნებს ხვდება. კარგი, აკაში ცხოვრებაში მხოლოდ ერთ გოგოსთან იყო, რომელიც მისი ცოლია. ეს ჩემი ცოლია. ანუ ეს არის ბოლომდე ერთგულება. ზოგჯერ ისე მტკივნეულად ბრძნობ თავს. ის პირდაპირ ლაპარაკობს იმაზე, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ ქალთან ყოფილა თავის ცოლთან, რომ ძალიან სცემს პატივს თავის ცოლს. და ეს სწორედ ის არის. Well, შენ სწორედ ამ ქალზე იქორწინე, რომელსაც 2 კვირაში დაბადების დღე აქვს. და ძალიან მიყვარხარ. ერთადერთი რაზეც ნანობ ისაა, რომ მხოლოდ ერთხელ შეგირდეთ ცოლად. ვფიქრობ ეს. ასია. და სიტყვი. და მერე უპასუხებ იმ ადამიანებსაც, ვინც ამბობს, რომ ჩემი ქმარი არ მომწონს, რადგან კოცნას ავარიდე თავი. საზოგადოებაში ფიზიკური შეხება არასდროს მომწონდა. ჩემთვის ეს ძალიან გადამტვირთველია, ელი. ეს პატარა ფილტვი არ მიმერია. ეს მწვანე შუქია. მაშასე, Dr. Chakram. რას ვაკეთებთ?
ასე რომ ჯასტინმა მიიღო სისხლ ჩაქცევა სხეულის ფიზიკური აქტივობის შედეგად. ასევე მესმის რომ თავისუფალი ხარ. მართალია ეს? კარგი. ეხლა ისევ ხალათზე გადავდივართ. ჰეი ბიჭებო, ჩემი ცოლისთვის მიესალმეთ. არავინ დამახჩობს მაკიაჟის გარეშე. გოგო, გაგშუნდი შენი ლამაზი უკანალით. მე მინდოდა წასვლა. ხო, მაგრამ შენ არ გაწუხებს თუ ჩავარდები, საერთოდ არ მადარდებს. მაგრამ ნებისმიერი კაცი, რომელსაც არ უნდა საერთო საბანკო ანგარიში, ან არის. მართლა ვეღარ უყურებ ამას. ვეღარ უყურებ ამას. ბიჭებო, იქორწინეთ ქალზე, რომელიც პატივს სცემს თქვენს უკანალს, რომელიც პატივს გცემთ. და ქალებო, პატივი ეცით თქვენს კაცებს, რადგან არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე ქალი, რომელიც დგება და ლანძღავს იმ კაცს, რომელიც თავის დასაცავად აირჩია. მართლა არაფერია. მართლა იმედი მაქვს, რომ ის კაცი გამოვა. იმედი მაქვს, რომ გამოვა. იმედი მაქვს, რომ გამოვა. ეს ერთი ამბავი არ არის, ეს ორი ამბავი არ არის. ეს დაახლოებით 17 ვიდეოა, სადაც ის ქალი პირდაპირ ლანძღავს მას. არ ვიცი როგორ უძლებს ამას. მადლობთ ყურადღებისთვის. განსჯა მნიშვნელოვანია.